არც ეგრეთ წოდებული, არც არა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ფიზიკურად არ არსებობს. როცა ვცდილობთ რომ ვიყოთ კულტურულები და ვამბობთ რომ ცხინვალის რეგიონი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, ეს არის უდიდესი შეცდომა. იმიტომ რომ ეს არის საბჭოთა კავშირის წარმონაქმნი, როგორც ასეთი ფიზიკურად არ არსებობს და თუ მაინც და მაინც გვინდა რომ ვიხმაროთ ტერმინი რომ ცხინვალის რეგიონი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი ყოფილი მაინც დავამატოთ, რომ თქვათ თუ რაღაცით თავს ვიმართლებთ, რომ გეოგრაფიულ, ისტორიულ მიმოხილვას თუ ვაკეთებთ, მაშინ უნდა ვახსენოთ, რომ ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი. თუმცა სამხრეთ ოსეთის ოლქი არ არსებობს ესეთი რამ ბუნებაში. გასაგებია რომ რაღაც გარკვეული ღალატის გამო და გარკვეული დამანგრეველი საბჭოთა პოლიტიკის გამო არსებობდა ასეთი ტერმინი, მაგრამ არ ყოლოდ მიუღებელია დღეს და რაღაც დოკუმენტები არსებობს, რასაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც ამ ტერმინის ქვემოთ იმ ოფიციალურ დოკუმენტებში, სადაც იყო ნახსენები ეს ტერმინი ხელი აქვს ქართულ მხარეს მოწერილი, მაგრამ დღესაც კი დასავლურ იმ მედია საშუალებებში იქნება თუ ოფიციალურ დოკუმენტებში, იქაც კი სადაც აი ეს სლეშით არის გამოყოფილი ცხინვალის რეგიონი, ეგრეთ წოდებული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი, აი იქაც კი მითითებულია ყველგან რომ ეს არის რეალურად ცხინვალის რეგიონი. ოკეი, სახელზე შეიძლება ვიდაოთ, სამაჩაბლო მოიცავს მხოლოდ რამოდენიმე მხოლოდ ნაწილს იმ დიდი ოკუპირებული რეგიონისას, რაც რუსეთს აქვს საქართველოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ოკუპირებული, მაგრამ დავაკვირდეთ ფრაზებს და ჩვენ თვითონ დავამკვიდრებთ ამას. არსებობს ეგრეთ წოდებული პრეცედენტული მიდგომა, რის გამოც ოფიციალურ დოკუმენტებში შესაძლოა იყოს არ მხოლოდ ეგრეთ წოდებული რუსული მხარის მიერ ნაწარმოებ დოკუმენტებში, არამედ საერთაშორისო დოკუმენტებში სადღაც შეიძლება ესე იყოს ცხინვალის რეგიონი / ანუ ხაზი იგივე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქი, მაგრამ როგორც ასეთი არ არსებობს არანაირი სამხრეთ ოსეთი. არსებობს მხოლოდ ოსეთი, ოლქი, რომელიც არის დღეს რუსეთის შემადგენლობაში და იქ ცხოვრობს ოსი ხალხი, თუმცა როგორც ასეთი პოლიტიკური ერთეული სამხრეთი, როგორ შეიძლება მაგალითად არსებობდეს სამხრეთ ოსეთის ოლქი არის იქ, სადაც ცხოვრობენ, სადაც ოფიციალურად არის მათი ტერიტორია რუსეთის ფედერაციაში და მხოლოდ იმ ოლქის, რომელიც მოქცეულია რუსეთის ტერიტორიაში, იქ შეიძლება გავყოთ ასე გეოგრაფიული მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ სამხრეთ საქართველოს და ჩრდილოეთ საქართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს. ასე რომ ჩვენ თვითონ ნუ გაგვეპარება ხოლმე რაღაც და ხო, პრეცედენტულ პრაქტიკას რომ დავუბრუნდეთ, თუ ვიღაცას აქვს ეს დოკუმენტი, რომ ქართულ მხარეს რაღაცეებში, ქართულ მხარეს მონაწილეობს ამ ტერმინის დამკვიდრებაში რაღაცეებში, მაშინაც კი უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი სწორი პრაქტიკა აღვადგინოთ, დავამკვიდროთ, არამედ აღვადგინოთ და ჩვენ თვითონ უშევწყობთ ამ ორაზროვნებას და ბუნდოვანებას ხელს, რაც ფიზიკურად არ არსებობს, იმ ტერმინს ცრუდ ნუ დავამკვიდრებს და ნუ შევქმნით იმის ილუზიას, რომ ჩვენ თვითონ რაღაცები, თქვათ, ორივე სახელი შეიძლება ვიხმაროთ, რაც არის საერთაშორისო დონის დანაშაულია, იმიტომ რომ საერთაშორისო ნორმებს რაც ეწინააღმდეგება ფაქტობრივად ის ტერმინი